ყოფებით ადგილზე, სადაც ერთხელ მაინც ყველა რაჭველი ახალგაზრდა არის ნამყოფი, თუმცა ესეთ ამინში არავინ. It's going down. როგორც გითხარით, იმყოფებით თამაში უკავშირთან ბუნგალო ჩეინჯზე, რომელიც ასოცირდება რაჭაში დასვენებასთან, გართობასთან, ახალგაზრდობასთან და ყველაფერ კაი ამბავთან, რაც ზაფხულობით ხდება. და ეს ყველაფერი არის ამ საბადოების დამსახურება თავის პროგრამასთან ერთად და თამარი ჩვენი ციკლი გადაცემების ეძღვნება რაჭაში დაბრუნებულებს და ერთ-ერთი დაბრუნებული, წარმატებულად დაბრუნებული არის ქალბატონი თამარი და მოგიყვება თავისი დაბრუნების ისტორიას. გადასარევად გიზმობ თავს ჭიქა ყოფილითა თამარ, მოკლედ ეს რუბრიკა ემსახურება ადამიანების დამოკიდებას, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, მოდი მე რო სახლში მაქვს სადღაც რაჭაში და ძალიან ბევრი წერია რომ არ დაგვეჭია კარი, ხო ჩავიდეთ, მე იქ მოგვინდეს რომ ზაფხულის და დავჭერ და მოკლედ აი ესეთი ადამიანების და მოტივაციის მიცემას ემსახურება და მინდა რომ შენ გაგვიზია რომ შენი ამბავი შენი ბმა რაჭასთან საიდან იწყება იქამდე როგორი იყო შენი ცხოვრება ვიდრე რაჭაში დაბრუნდებოდი და მერე როგორ გაგრძელდა და შეიძლება ბევრი კითხვა იქ მაგრამ აი ამბავი მოგიხარ ჩემი ბმა რაჭასთან აბსოლუტურად დავიწყე შორეული წარსულიდან იწყება ჩამოვიდე დასასრულებლად ძალიან პატარა სამთვეს სრულად მატარებელია რაჭაში. ვერ გეტყვი რომ ძალიან მხიარული ეს სამი თვე, დედაც მენატრებოდა, ცოტა მეზარებოდა მარტო ყოფნა, რომ ყველა აგვისტოში ჩამოდიოდა მაშინაც ისევე როგორც ახლა. მე რაჭას უკავშირდება ჩემი ცხოვრების ალბათ დიდი ნაწილი. რაც თბილისს და ხატვას და ოჯახს არ უკავშირდება, დანარჩენი სულ რაჭას უკავშირდება. აქ გავიცანე ჩემი მოგული, ზუსტად ამ ადგილას შეიძლება ისიც დავამატო ამ ისტორიას. საინტერესოა, მე მაგაზეც სვარუკაში. ხო, მაგით გეუბნები, რომ დიდი ისტორია გვაქვს რაჭასთან, ეს ერთი გადაცემით შეიძლება და ეს სიუჟეტი ვერ მოვასწრებთ თქმა. რაც მნიშვნელოვანია ის არის, რომ ძალიან მიყვარს ფესვი, უძნობო რაჭა გვაქვს მე და ჩემი მოგეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებად ვარ თბილისელები,
შინაგანი მეორე სამშობლო მაინც რაჭაა ჩვენი სამშობლო. ხო, როგორც არის. ჯავ ეს ყველაფერი რაღაცა ისე დაიწყო, აი ესე განვითარდა ძალიან ორგანულად რა ჩვენ ამას ავიწყებთ როგორც რაღაცა ბიზნეს ისტორიას ან რაღაცა ლოკაციას სადაც კონკრეტულად რაღაცას ვაშრომობთ ხოლმე ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი ნახევარ ჩვენ აქ მარტო რეალურად ცხოვრობთ მესამე წელია რაც გადმოვედი საცხოვრებლად უკვე სრულად და ცოტა სერატიკულად ჩამოსულებს თითქმის აქაურები ვართ მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არ გამოვიცხავთ არაფერს მოვიდება რაღაცა თბილისში ან სხვა ქვეყანაში მაგრამ ამ ეტაპზე აქ ვართ სრულად ვართ დაკავებული რაჭით ჩვენი წილი რაჭით საქმიანობთ ყველა საქმიანობა აქაურებას უკავშირდება წვრებით ზაფხულში იცით როგორი მოიწოდა ჩვენ ცხოვრებისთვის რჩება როგორც კი ამთავრებთ ამ საფუძს მე ჩვენი რაღაც საქმეები გვაქვს სახლი მისახედი გვაქვს პატარა ბოსტანიც რომელსაც სული დიდი რუდუნებით და რა შემიძლია და შემოსაქმიანობა თუ მალცის თამაში ატვარი და შესანიშნავი ამჟამად მადლობა ზაფხულში ყოველთვის მოვიწყდება იმიტომ რომ მაინც თავს ნაკინის გამყიდვა პროცედურაში რა შესული და აი რაღაც წვიმიან ამიჩი თუ წავავლებ გულს ხელს თეატრის ასევე პატარა გალერეა რომელიც ჩვენს ნამყოფი ხარ უფრო ვიტრინა ვიდრე გალერეა რაღაცნაირად ესე ვიფერადოთ ჩვენ დღეებს როგორ მოვიდა აქ გაფერადებული დღეები საყავი აი როგორ გადაწყვეტეთ აქეთ გადმოსვლასაც ცხოვრებულად ძალიან ძლიერ როცა დიდ რაღაცას აკეთებ ჩვენთვის ეს დიდი საქმეა და ხარ ქალაქში რთულია რა ან რეალურად იქით უნდა იყო დაკავებული სულად ან აკეთებდა ნუ ამ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების ჩვენმა ოჯახურმა მდგომარეობამ მოხდა საშუალება გადმოსულა რაჭაში დიდი ჩეხოსლოვაკიის სოციალური ცხოვრების შემდგარსებას და პატარა ადგილად გადმოვიყვანეთ რაჭაში დამახანჯებულად და ეს რომ გადაწყვეტეთ რომ სულად ყოფილიყავით რაჭაში სამთაში საფუძვლში გაზაფხულზე და შემდგომ. ვერ გეტყვით რა ადვილია ფაში ცხოვრება იმიტომ რომ თარის არ არის ადვინამდე არ არის არ კონდეს ილუზია რომ რაღაცა ვარდისფერია ყველაფერი და იული არა საერთოდ არ არის იული საკმაოდ შრომატევადია ცხოვრება რაღაც პატარა ნიუანსები რომელიც თბილისში ძალიან ადვილია აქ უფრო რთულია მაგრამ ბევრი დადებითია ქართველობას გარემო ჰაერი პატარა რაოდენობის არასწორად მცირე სოციუმი პატარა ხალხისგან შემდგარი და უფრო ადვილია ბავშვის მაგალითად ჩეში ყოფა თბილისში უფრო გეშინია ეს რაღაცების მოკლედ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ ერთმანეთს პატრიოტიზმს და უსაფრთხო პირობითად უსაფრთხო არა პრობლემა ხარ ქალაქშიც არ ვარ რა თქმა უნდა ვარჩევი უბანი ისე როგორც ჩემს თავისი ბანკსაც დაიბადა და დაიწყება გვენეთება ახლა უფრო ძალიან მაგრამ ჯერ ისე ვფიქრობ რომ არ ვფიქრობ რა არ შევწუხავ ეს პერიოდი ლოკაციას ყველას შეუძლია დაბრუნდეს ცადოს და პირობითად გამოგვების მონახევია ზოგს გამოუვა ზოგი იმედაცრუებას მეელებს საფუძვლად მაგრამ ვისაც გამოუვა ის ძალიან ბედნიერი და კარგი გარემოში აღმოჩნდება ასე მგონი ეხლა რომ მომიყვე ამაზე აი როგორ იყო ჯერ იყო დაბრუნება და შემდეგ გაჩნდა იდეა თუ პირიქით და აი როგორ გაჩნდა არა იყო ბევრი ზაფხულები გავატარებთ ამ კულტურას კონკრეტულად მე გაჩნდა იდეა რომელიც გაუჩნდა ჩემს და ცოტათი მეც მე მივეხმარე შემოვჭით აქ მე თავისთავად განვითარდა ეს ყველაფერი გაიზარდა ხალხის რაოდენობა როგორც ხდება ხოლმე და ყველაფერს დაემთხვა
კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ეს არის ჩვენთვის ძვირფასია, შესაბამისად. ალბათ იმიტომ ხო, ყველა ნიუანს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სიყვარული აკეთებდი არ საქმე და რასაც სიყვარულით აკეთებ აუცილებლად მე კარგი გაგზავნა მოკაბავდა. დღესდღეობით ხო შეიძლება სინამდვილე. დღესდღეობით ყველა მიწის რაჭაში ესაგი ასოცირდება კაი ახალგაზრდა მამას გარემოსთან, გაგრილობასთან, ურთიერთობებთან, მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ შეიძლება მეგობრები ვიღაცა საყვარელი კი, ბავშვებითაც მოდიან. უკვე კი ბატონო და ხო ძალიან კაია და ყველაზე მთავარი რაც არის აქ მარტო შენ კი არა ბევრი ადამიანისთვის ეს არის შემოსავლის წყარო. ნუ შეიძლება თქვა ეს არ არის რაღაცა რადგან სეზონურია, მუდმივი და სტაბილური შემოსავლის წყარო არ არის, მაგრამ აქ არიან დასაქმებული ახალგაზრდები და იმამაზებენ ახალგაზრდების ის კარგი გუნდი აპოლოს და პულს რომელიც აკატარებენ ჩვენთან ერთად ხელსაყრელს გვეხმარებიან, გვემეგობრებიან. თუ თავიდან რა თქმა უნდა რთული იყო ბავშვების მობილიზება, სოფილის ძალიან მხარი ჩვენთან ერთად ყოფნა. და ეს მათთვის ყველა მიცის, რომ აქ სწავლობთ შრომას. ეს არის თავი мотиваცია. აქ სწავლობთ შრომას, ხალხთან ურთიერთობას სწავლობენ, იმიტომ რომ ყოველ წამში გეცვლება ადამიანი, ვისაც ახალი საერთო უნდა მოწოდონ და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენთან შრომობენ, იმათვისაც საინტერესოა. გამოცდილება კი, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა აქ შეიძლება ისწავლოს. არ ნიშნავს მოხოთ, რომ ყოველთვის დადებითია ეს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში თავდება ძირითად შემთხვევაში. თამარ, აი კიდე ესეთი კითხვა მაქვს. რომ რაღაცა ძალიან რომანტიკულად და მოუწოდებს სიტუაციას აი რა გამოწვევებს ხდება ადამიანი, რომელიც გაზრდილი არის რაღაცა სხვა პირობებში, ქალაქში და მე ჩამოდის ის გადაწყვეტილების და იწყებს ახალ ცხოვრებას ფაქტობრივად, ხო? საკმაოდ განსხვავდება ცხოვრება ქალაქში და მე პატარა ქალაქში ერთის ოთახში. რთული კითხვა. იმიტომ რომ თქვი რომ ძალიან ინდივიდუალურია. ის რა გამოწვევა შეიძლება აი თქვენ შემთხვევაში რა იყო ყველაზე? ჩემ შემთხვევაში არ იყო რთული, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდზე იყო და არის და ერთად ვიმყავდებთ. არ ვერ ვიტყვი რომ რაიმე ძალიან რთული იყო. შეიძლება რაღაცა კომფორტის ნაწილი, რომელიც თბილისში უფრო ადვილი მოსახოვებელია და აქ შრომა წელადია, თუმცა ეგეც რაღაცნაირად ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ძალიან გავიჭირდა და რომელიღაცა ასპარეზში არა. ყველაფერი წავიდა ხო იმიტომ რაღაცა არ მოგწონებოდა ერთ ჩანთაში ჩამოვეკერდი წავიდა იქ სადაც უკეთესად ვიქნებოდა. შესაბამისად ამ ეტაპზე ყველაფერი აი პოზიტიური მხარეები რაც არის რა არის აი წერილი აქვს ამის რომ მოზე პატარა სოციალურია უფრო საფუძვლა ყველას ასეთზე ვიცნობთ მაგრამ აი კიდე თუ არის რა ესეთი რასაც ახლა შენ ძალიან დიდ ბენეფიტად განიხილავ აქაური ცხოვრების. აი როგორც წევანი ხარი ინდივიდუალური ჩემთვის მაგალითად პეიზაჟი თავარი ერთ-ერთი თავარი სრულიად საკმარისია ჩემთვის, რომ ახალი განწყობილ ხატვი რომ გავიხედებ და ამ სილამაზებს ვხედავ, თავისთავად ინსპირაცია გამომზა არსად აღარებს. ჩემ შემთხვევაში იმიტომ რომ ხატვარი ვარ, მე ეს ყველაფერი ყოფნის დადებითი ემოცია შემიძლია თქვა რაჭაზე, რომ ვიზუალი თუნდაც ხალხი ძალიან უყვარს ცხოვრებას. აი უცბად გამოვარდნი თქვენ მაგალითად ირემიან რა ვიცი. ოკეი, ვაიცეთ შემთხვევა. კი. ხო, და რაღაცა ჩემთვის საინტერესოა. ვიღაცისთვის ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს რა. ვიღაცისთვის შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა კონკრეტული ბიზნესის წარმოება ან რაღაცა რა ვიყო. ხო, გასაგებია ხო ადამიანებში. მაგით ბიზნეს გარემო ინდივიდუალურია თუ მაგითო. ვინ რას იღებს აქაურებს. მე ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე ის რომ ჩემი შვილი კარგად არის
იმ სკოლაში, სადაც არის და ვიციო ცოტა ბავშვები სწავლობენ პირობითად და ერთმანეთს იცნობენ და უყვართ რაღაც განსხვავებულად. განათლების მიღების დროსაც რაღაცა პოზიტივი ამას აქვს. ხო, ალბათ ის ცოტა ბავშვებიც რომ სწავლობენ რაღაცა მეტყველება, ხო, მე ამაზე ესეც ერთადერთი დადებითი. ხო, რა თქმა უნდა, როცა შენ საქმეს აკეთებ და იცი რომ შენი შვილი კარგ გარემოშია გარეთ და შენი შვილი თავისად ცხოვრობს. ესეც პლუს ერთი გულა რაჭას. იცით რა ინტერესებს. აი დღეს რა განცდა გაქვთ, აი როცა თქვენ წამოწყებულ საქმეს აჯამეთ. აი ის იდეა რაც გაჩნდა ახალგაზრდის ესე მოწყობასთან დაკავშირებით და მე რო განვითარდა, აი როგორი ის არის განცდა, რომ შენი შრომის ნაყოფს გარკვეულწილად უკვე იღებ. კარგი თავისთავად სამწუხარო, მაგრამ სამწუხაროა რომ მარტო საუბრობ ახლა ამ წუთას და თავარი შემქმნელი არ არის ამ სიუჟეტში. მე უბრალოდ დამხმარე ძალა ვარ შეხედულებით. ბექა არის აქ ყველაფრის თავი და თავი და მისი შექმნის შედეგი ჩემთვის რა თქმა უნდა სამწუხაროა. ყოველთვის ვცდილობ რაღაცა მიმამართოთ ჩვენი შრომით რა თქმა უნდა რაღაცა განვავითაროთ. რაღაცა ახალი შევძინოთ ახალობას და ამას ყველა შევძინოთ კარგი გონოს რომ იმის რამე გამოეპაროს ყველაფრის აწვევს ახალი განცდები აქვს თავისთავად ჩვენს რაღაცას ჩვენი მცირედი ვიღაცისთვის მცირედი რაღაცა პატარა სიჭრელე ვიღაცისთვის ძალიან ძვირფასი და ამის განახვა ჩვენთვის სიჭრელე გავუსებს ეს ყველა სხვა რა ვიცი, აი რა შემიძლია წარმატება გისურვებთ თქვენ დიდი მე ჩემს თვალწინ ხდებოდა აი ძველი მოხდების სტუმარი ვარ თქვენი ადგილის გახსნიდან და ჩემს თვალწინ განვითარდა ეს ყველაფერი და მე მგონია რომ ყველა რაჭველისთვის ვიზის სუბტაგული გუბობის წარმატებას არის ძალიან სასიხარულო ყველა განვითარებული ადგილი. არა მარტო ეს ნებისმიერი, მაგრამ აი რაღაცა შესაძლოა ხდება გარდა იმისა, რომ ჩვენ თვალწინ ხდება ეს ადგილი იმით არის ვიქასე ადამიანებისთვის, რომ აქ არავის არ არის განცდა, ის ოდნავ ვინც კარგად იცის ეს ადგილი და თქვა ერთი საათის ჩამოსული არ არის და ერთი საათით არ არის ჩამოსული. ყველა ვიცის რომ ეს მისი ეზოა. ხო, სტუმრად არის მათი სივრცეა. ეს ამათქეს კიდევ უფრო აწევს. და წარმატებული თქვენ ყველა იმ ადამიანს თუ კი ვინმე ერთ ადამიანს მაინც თუ გაუარებს ახლა ჩვენი საუბრიდან გამოდიჭდა თავში აზრად რომ არის ცუდი მოდი ხوار დაფიქრებული ყველა ადამიანს წარმატებას გისურვებთ და გელოდებით დიდი თბილი გული ჭაჭაში. მე გახმები.